ამავდროულად დედამიწაზე ხალხი მრავლდება, ცხოვრობენ, თხოვდებიან, ხორცილებიან, აშენებენ, ალამაზებენ ყველაფერს, მაგრამ ადამიანებს ღმერთი დაამოწმეთ. ღმერთს მოუთხა ნოეს, გააკეთე კიდობანი, შედი შენ სახლში, ამ კიდობანში და გადარჩენი. ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთს უთხრა. ყველაფერი გააკეთა ისე, როგორც უფალს უნდოდა. ამავდროულად 120 წელი შენდებოდა ეს კიდობანი და ამ პერიოდში ნოე უქადაგებდა ხალხს ღმერთის სიტყვას. მაგრამ სამწუხაროდ ეს ხალხი დაკავებული იყო მარტო მიწიულ საზრუნავებზე. ჭამასმა, გართობა, ხიარულება, აშენება, დამშვენება, ოღონდ ღმერთი არა. მაგრამ ამავდროულად ეს ხალხი გაიხულა სულიერად. ღმერთთან არ მიდოდა. ნოე ეუბნება, წყალი უნდა წამოვიდეს, ზეციდან წვიმა უნდა იყოს და განადგურდება სამყარო. ამ ხალხს უყვირთ, კაცო, როგორ წამოვა ციდან წყალი? მანამდე წვიმა არ იყო, ნამი იყო საკმარისი მიწისთვის, რომ მცენარები მოწყულიყო. არ ეჯერებოდათ. განადღეს ესე არ ვამბობთ, რომ ქრისტე უნდა მოვიდეს, ამბობენ, სადა, აბა როდის მოვიდა. არ მოსულა ჯერ. არც მაშინ იჯეროდათ იმ ხალხს. თუ დასრულდა ყველაფერი, ნოე შევიდა კიდობაში, როგორც ღმერთს მოუთხა, გააკეთა ყველაფერი ისე, როგორც საჭირო, შევიდნენ ის რვასული და დანარჩენი ცხოველები და დაიკეტა კარი. დაიკეტა კარი, მაგრამ წვიმა არ მოდის. ხალხი დასცინეს ამ ნოეს. აკი წვიმა უნდა მოსულიყო, აკი უნდა განადგურებულიყო სამყარო. ერთ დღესაც მართლაც დაიწყო წვიმა. და მათი ესეთი მხიარული გამომეტყველები შეიცვალა. მათი მიმიკები შეიცვალა. მათ შეემატათ დარდი, წუხილი, ვაი-ვაგლახი, მაგრამ უკვე დაიკეტა ხალხურ კარს. დაიკეტა ის კურთხევის კარი. ის კარი, სადაც უნდა გადარჩენილიყო და გადაურჩა მხოლოდ რვასული. იცით, დღეს ბევრი ისმის ესეთ რაღაცები, რომ ნუ თუ ამ ხელა ქვეყანას ღმერთი გაანადგუროს, დაღუპავს ხალხს, ხო? ღმერთს უყვარს ყველა ადამიანი. ყველა უყვარს, კი, გასაგებია. ღმერთს არავისი დაღუპვა არ უნდა. ამიტომ ჯვარზე მოკვდა ქრისტეები. ამიტომ გააკეთა ის პირობა, რომელიც მას 60 ბაღში დადო, შეასრულა კიდევაც. იმ უდანაშაულო ცხოველის სიკვდილი იყო, რომ ქრისტე უდანაშაულო უნდა მომკვდარიყო ჯვარზე. გამოესყიდა. ის პირობა იესომ შეასრულა. ის ხალხი დაიღუპა. მოხდა წარუმდა განადგურდა თელი სამყარო. გადარჩა მხოლოდ რვასული. ისე როგორც ახალ აღთქმის პერიოდში ჯერჯერობით კურთხევის წარი ღია. დღეს ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ. დღეს ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ღმერთის სიტყვა. დღეს ჩვენ შეგვიძლია მოვინანიოთ. მაგრამ დადგება დრო, რომ მონანიებას ვერ შეძლებს ადამიანები. ინანებენ, მაგრამ ვერ მოინანიებენ. იუდამაც ინანა, მაგრამ ვერ მოინანია. ის უფლის მიღმა დარჩა. შეცდომები იესოს მოწაფეებს არ ქონდა. მაგრამ არ დაიღუპნენ. რატო? მათ უფალს გული გადაუშავეს. მათ ყველა ეჭვი გააქრეს. მოდი დავსვათ ესეთ შეკითხვა. შეცდომები განა არ ქონდათ, მაგრამ უბრალოდ ღმერთს უყვარს, ასეთ რომ ვთქვათ, მოდიტინე ხალხი, რომ ეთიტინები ღმერთს ყველაფერს ესაუბრები, ღმერთს ყველაფერს თხოვ. შენი ეჭვები უნდა გაახროს უფალმა. თომას ეჭვი შეეპარა ქრისტეში. რა იქნა კაცო, ეჭვი შეეპარა? ადამიანი იყო. ეჭვი შეეპარა და უფალმა გაუქრო ეს ეჭვი, როგორ გაჩნდა იქ მათთან. მოდი თომა ნახე, ჩემი ნაროსული ხელები და განგვირული ფერი. დასრულდა. ისე როგორც აქ პატარა ბავშვები არის, დედებს რო სთხოვონ, დედა საჭმელი მინდა, არ მიცემს დედა საჭმელს ან მამა, რა თქმა უნდა მისცემს, არა? ასევე ღმერთის, რასაც ჩვენ ვთხოვთ, ყველაფერს მოგცემს, იმას, რაც საჭიროა ჩვენთვის. ქრისტიანული მიმდევრობა ძალიან სხვადასხვანაირები არის, ბევრი არის. რომელია სწორი? რას ფიქრობთ? ყველა ამბობს, მე მართალი ვარ. იქ სადაც დავდი ვარ მართალი. მიგი პატიჟები. რომელია მართალი? მართალია ის, ვინც მისდევს იესო ქრისტეს. იმიტომ რომ იესომ თავად თქვა, განიწმინდეთ და მე მომბაძეთ. სამსახურში მილიონი შემოთავაზებები შემომდის. მეუბნება, რატო ცხოვრობ შენ ესე და არა ისე როგორც ჩვენ? მეუბნები, შენც ქრისტიანი ხარ, ხო? ამბობ, რომ ხარ ქრისტიანი. ხარ მონათული ბავშვობიდანვე. მე ბავშვობიდანვე არა.
23 სასახში მოვიმატე. შენ თუ ხარ ქრისტიანი, მაშინ იესოს უნდა მიხვდე. ჯვრის გულზე ჩამოკიდება ქრისტიანობას არნიშნავს. შეიძლება გათხოვილმა ქალმა და ქორწინებულმა კაცმა ბეჭედი გაიკეთოს ხელზე, სიმბოლურად და პატივისცემის მიზნით, მეუღლების ერთმანეთის მიმართ, რომ არის გათხოვილი და დაქორწინებული. ხომასია. მე შეიძლება დღეს ჯვარი მიკეთე და ამით არავის ამაჩვენებ, ეს ჩემი შეხედულებაა. ამაზე არც კამათი მინდა და არც მიკამათია პრინციპში არასოდეს. ჯვრის ჩამოკიდება არ არის ქრისტიანობა. ეს რო დავკარგო, აღარ ვარ ქრისტიანი? აღარ ვარ იესოს მიმდევარი? რა თქმა უნდა ვარ ისე ვარ. ეს არის სიმბოლო. მე მწამს ჯვარცმული იესო ქრისტე, რომელმაც გადამარჩინა, რომელმაც მომცა შესაძლებლობა რომ ვიყო ქრისტიანი. იესოს მიმდევრობა ერთადერთი, რომელიც მიდის მარადულ სიცოცხლეში. მოდი ახლა შევხედოთ ერთ სხვა რელიგიას. მე სტამბოლში ვცხოვრობდი, როგორც გითხარით, და მომიწია უცხოელ არაბ მუსულმანების მიმდევარს თავს, მოიწყვიან ხოჯას. მომიწია მასთან საუბარი სახალხო ქუჩაში, ისინი იყვნენ 10, მე მარტო ვიყავი და მითარგმნიდნენ ამ საუბარს. და ამ დაცმა მინიპატიჩა ჯამეში. მე ვუთხარი, მე ვარ ქრისტიანი და საკმარისია ჩემთვის გზა, რომელსაც მივდივარ. ნუ დავიწყეთ საუბარი და ვკითხე. ეხლა დაგისვამ შეკითხვას, უბრალოდ მითხარი, კეთილს ინისიერად. იმიტომ რომ მთელი ცხოვრება არ მოგასწორებს, ის შეკითხვა რომელსაც დაგისვამ ეშე. დაინტერესა რა უნდა ვკითხოთ ამ პატარა ბალღმა, ამ ხნის და ჩემზე მაღალ კაცს. მე ვუთხარი, შენ თუ იყავი მექაში და თუ დაარტყი კრუგი მუხამედის საფლავს, გარდაცვლილი კაცის საფლავს. ამავდროულად არ დაგვაუწყდეს იესოს საფლავი არ არსებობს. იმიტომ რომ არ დგას. მუხამედის საფლავი არსებობს. ვიყავიო, გასაგებია. მე ვთხარი, შენ ეხლა რომ მოკვდე, სად იქნები? სამოთხეში მოხვდები? ეგ მე არ ვიციო. აბა მე ვთხარი, სად მიყავარ, სადაც შენ თავად არ გაგაჩნია გარანტია. მე წავიკითხე ყურანი თავიდან ბოლომდე. რამდენჯერმე ქართულენად. თურქეთთან ხონდა საუბარი ძალიან ბევრჯერ. იქ არ არის დადასტურებული და დამტკიცებული და არც ის საშუალება, რომ ეთქვას ვისმესონე შენ გადარჩენი. ერთადერთ სარწმუნოებაში დამიჯერეთ. ერთადერთ სარწმუნოებაში, ქრისტიანობაშია თავად იესომ თქვა, ეს ხვას არ მოს. მოდით ყოველდღე თვითმძიმენო, ჩემთან მოდით იესომ თქვა. იესომ გახსნა ბაგე გახსოვთ, როდესაც მოინათლა, მიაწოდეს მას გრაგნილი, მან გაშალა და წაიკითხა. სული უფლისა ჩემზეა გადმოსული. მან მცხომე გლახაკთა სახარებლად. ის იყო ერთადერთი. ერთადერთმა კაცობრიობა გამოისყიდა იესო ქრისტე. სისხლის დაღრა გამოისყიდა. სხვა რელიგიები შეგვიძლია ნებისმიერ ჩვენგან ვისაც შეგვიძლია ესეთ საკითხთან მიდგომა, შეგვიძლია დავწეროთ რაღაცა რელიგია. მე ჩემი ბიძაშვილის მეგობარი ყავდა რუსეთში, ციხეში იჯდა ეს კაცი. ახალგაზრდა ბიჭმა დაწერა ახალი რელიგია. ამის გამო ჩასვეს ციხეში. ყველა შეგვიძლია რაღაცა დაწეროს, მაგრამ ბოლო სად აქვს? ბოლო არავის არ აქვს. ყველგან დაღუპვა, გადარჩენა მხოლოდ არის იესო ქრისტეში, მის ჯვარცმაში, მის გაღებულ მსხვერპლში. მაგრამ ვაი ის ხალხი, რომლებიც იესოსთან არ მიდის. ცოდვები იყო, შესტომები იყო, მაგრამ ღმერთმა გამომიყვანა მწოვრიდან. მე ვუთხარ, უფალო, მე ვარ ცოდვილი, ამ სიბინძურებს ვერ ვიშორებ. მე არ შემიძლია მის დათმობა. მე ესე ვფიქრობდი, რომ ღმერთო, სიგარეტს მეწე, ვერ ავთმობ ღმერთო. თუ უნდა ვიცოცხლო 100 წელი, 50 იყოს ოღონდ, მომაწევინე სიგარეტი, მომესე ამის უფლება. მაგრამ ესეთი გარიგება ღმერთთან არ არის. ღმერთთან უნდა მიხვიდე ესეთი ჭუჭყიანი და უთხრა უფალო, მე ესეთი ვარ. მე ამას ვერ დავთმობ. თუ კი ჩვენ წაქცეულ ბალღებს ჩვენ წამოვაყენებთ ფეხზე და დახმარების ხელს გაუწევთ, უფალი არ გაგვიწევს დახმარებას. უფალს შეუძლია ყველაფერი. უფალსმა თუ მე გამოვასწორდა დამაყენა ამ გზაზე, ამ წმინდა და სამართლიან გზაზე, ყველას შეძლებს, ყველა ადამიანს. თავარია მასთან მიხვიდე, მას თხოვო დახმარება. სხვა შემთხვევაში არაფერი არ იქნება. მადლობელი ვარ ღმერთის მე.
რომ მე შემიყვარა ისე როგორც თქვენ შეგიყვარათ. მე მადლობელი ვარ ღმერთი ძალიან ბევრ რაღაცა საკითხებში, იმიტომ რომ მე სინამდვილეში დედმამიშვილი მყავს 3, ახლა მყავს უკვე მილიონობით. თქვენ ჩემი დებიდაძმები ხართ და მე თქვენი ცუდი ცხოვრებიდან გოსული ერთ-ერთი ძმა, ესე შეიძლება ითქვას. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, განსაკუთრებულ დღეს, რომელ დღესაც ვისმენთ ღმერთის სიტყვას. ყველა დღე განსაკუთრებულია. ყოველ დღეს აქვს თავისი ფასი. კიდევ ერთხელ ვიზახილოთ. ეს შემთხვევითი არა, აი ამ ჭერქვეშ ჩვენი ყოფნა. ეს არის ღმერთის მადლი, ამიტომ ღმერთის მადლს ხელს მივკრავთ, გამოვიყენოთ. და ამას ვიფიქრებთ იმას, რომ ვინც ახალი შემომატებულები ხართ ჩვენთან ეკლესიაში და მარტო მას ჭირდება მონანიება. ერთ-ერთ საბავშვო ბანაკში მეც ვიყავი. წლების უკან, 20 წლის უკან გამიშვეს და ამ დარბაზში პატარები იყვნენ სულ. თუმცა მათ შორის ერთი ასაკოვანი გოგონა იყო, ამათთან ცოტა მეტი. მაგრამ მე არ ვიცოდი, უბრალოდ ისიც ბავშვს გავდა. მოდგა ჩემი ჯერი რომ უნდა მეკადაგა და ვიკადაგე მონანიებაზე. თუმცა ჯერ შენიშნა მომცესულე ჯემალი ეს ბავშვები მონანიებას ვერ გაიგებენ. რაღაცა სხვა თემაზე ისაუბრე. მე ვთქვი, მე ღმერთს ვთხოვე და უფალმა ეს მომაწოდა და ეთყობა ესია საჭირო. იცით რა მოხდა იქა? ერთმა პატარა მოინანია მეორემაც და ერთმაც გოგონს წამოდგა. ისე ვეჭვობდი რომ ის პატარა არ იქნებოდა. ადგა გოგონს და დაიწყო ტირილი. ზემოთ იჯდა ყველაზე ბოლო რიგებში, დაიწყო ტირილი და პირობა დადო რომ ამის შემდეგ მე ვივლი ეკლესიაში. და თვითონ მოყვა მე ეკლესიის წევრი ვიყავი და მივატოვე ეკლესია, წავედი ეკლესიიდან. და მიიპატიჟეს ის გოგონა ამ საბავშვო ბანაკში, რომ გამხნევებულიყო და კვლავ დაბრუნებულიყო იგი ეკლესიაში. ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვიცით ვინ ვართ, რა ცხოვრებით ვცხოვრობთ, რას ვაკეთებთ. მონანიება გვჭირდება ყველას, ყოველთვის და ყველგან. ჩვენ შეცდომებზე. და მინდა განსაკუთრებული რამ გითხრათ, როგორც მეფეთ დავითი დაინიშნა, დავითი ცოდვილი იყო, მაგრამ ღმერთმა ესეთი რამ თქვა, ჩემი სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ყოველს ჩემს ნებას, ჩემს თხოვნას, ჩემს სურვილებს. დავითი ცოდვილი იყო, ისე როგორც ჩვენ. ის რაც დავითს ეთქვა უფალმა თქვა ჩვენზეც. ყოველ დღე თქვას უფალმა. ყოველ დღე გაიხაროს უფლისფულმა და ჩვენ არ ღვავსოს უფალმა სულით, რომელსაც მიჰყავს მარადული სიცოცხლეში. უფალმა დაგვიწოს გვაკუთხოს და დაგვეხმაროს რომ ვიცხოვროთ ისე და იმ სამოსით, რომელიც იესომ გაწმინდა და გაასუფთავა. ქეთრის სამოსით. ამინ.